Kapını sardılar. O dil katlanmışlar bari. Açamıyorlar. Sonra pencereni buradan açıyorlar. Yetmez kaldı. Buradan düşüyorlar içeri. რამდენიმე დღის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში ქურდობა მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან $1200 და $8000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი ქურდობის ფაქტები ხშირად ხდება. მათი თქმით, ბოლო ერთ თვეში დაახლოებით ქურდობის 25 შემთხვევა მოხდა სოფელში. მიუხედავად ამისა, დამნაშავეების დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა და არც შესაბამისი უწყებები იღებენ სერიოზულ ზომებს მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად. დამნაშავეები არ ისჯებიან სათანადოდ და დღეს თუ ასეთი ვითარებაა, ხვალ უარესი იქნება. ჩვენ უკვე ძალიან გვეშინია. უპატრონო სახლები უკვე გაძარცვეს. ერთი მოხუცი მოკლეს და შემდეგ თქვეს, რომ თავად წაიქცა და გარდაიცვალა. ასევე შარშან ყელი გამოჭრეს ისა ჰუსეინოს, რომლის საქმეც ჯერ კიდევ არ გამოძიებულა. სოფელში ყველანაირი ქურდობა ხდება, თუმცა დამნაშავეები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. Anam rəhmətə getmişdi də 19 noyabr getdim. 19 ნოემბერს გავუფრინდი აზერბაიჯანში, სადაც დედა გარდამეცვალა და დავგეგმე ისე, რომ აპრილში უნდა ჩამოვსულიყავი. თუმცა ნათესავმა დამირეკა და შემატყობინა, რომ შენი სახლი მთლიანად გაქურდესო. როგორც ვნახეთ, წაიღეს დიდი თანხა, ამასთან ხალიჩები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. დათვალეს და მოპარული საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულება 8000 ლარად შეაფასეს. მე არც თანხა მინდა და არც ეს ნივთები, მხოლოდ და მხოლოდ მსურს, რომ დამნაშავე იპოვონ და სათანადოდ დასაჯონ. Bunun içinden çıkardılar. Bu da bu gibi bak. Biz bu lama arka terapisi koymuştuk. Oradan çıkardılar. Buralarda temiz dövmüşler yerdeydi. 6-də 5-də 2. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 5-6 წელიწადში 300-მდე სახლი გაქურდეს. მაგალითად, ბოლო ერთ თვეში 20 სახლია გაქურდული. რა დავაშავეთ ადგილობრივებმა? უკვე ისეთ ვითარებაში ვართ, რომ წამდაუწამ ვამოწმებთ, ვისი სახლი გაქურდეს და ვისი არა. აქვე, ჩემს უკან, ძალიან ახლოს არის ბიძაჩემის სახლი, რომელიც ამ ახლო ხანებში გაქურდეს. მოიპარეს ქვაბები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. როგორ შეიძლება მსგავსი რამ? ადამიანები შრომობენ და თავიანთი ნაწვალებით ყიდულობენ ყველაფერს. ხომ ცოდვები არიან ისინიც. ძალიან გთხოვთ, უფრო ყურადღებით მოეკიდონ ამ საქმეს და იპოვონ დამნაშავეები. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო 6 წლის განმავლობაში სოფელში 300-მდე საცხოვრებელი სახლი გაიძარცვა. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ პოლიცია მომხდარს გულგრილად ეკიდება და საქმეს ინტენსიურად არიძიებს. მათივე თქმით, სოფელში მომხდარი არც ერთი დანაშაული, იქნება ეს ქურდობა თუ მკვლელობა, არ არის გახსნილი და მათ უკვე სოფელში შიშით უწევთ ცხოვრება. Keçən ildə bizim evdən 600 manat. წინა წელს ჩვენი სახლიდან 600 მანათი და 120 ლარი მოიპარეს. გასულები ვიყავით და რომ მოვედით, ეს სიტუაცია დაგვხვდა. თან დღისით პოლიცია მოვიდა, შეაფასა სიტუაცია, თუმცა დღემდე არაფერი არ არის გამოძიებული. სულ სახლში ხომ არ ვიჯდებით, ძალიან გვეშინია, მით უმეტეს ღამით. Bu hadisə bir neçə ildir. ეს შემთხვევები სოფელ მამხუთში დიდი ხანია ხდება. ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ეშინია. ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციონ და ხალხმაც მშვიდად იცხოვროს. Kızım bizim kentdə ჩვენს სოფელში 6 წელია სახლები იქურდება. ბევრი დანაშაულია ჩადენილი და არც ერთი არაა გახსნილი. რატომ არ აქცევენ ყურადღებას? არც ერთ სხვა სოფელში არ ხდება მსგავსი შემთხვევები, როგორც სოფელ მამხუთში. ნადგურდება ნელ-ნელა სოფელი. დღითი დღე იმატებს ამ დანაშაულის რაოდენობა. ძალიან გთხოვთ, ააკვეთოთ მსგავსი შემთხვევები შესაბამისი ღონისძიებებით. გვეუბნებიან, რომ საჩივარი არ გაქვთ შემოტანილი, არა და როგორ არ გვაქვს. მაგალითად, ბაირამ ბადალოვმა, რომლის სახლიც ამ ახლო ხანებში გაქურდეს, უჩივლა. ახლა პასუხს ველოდებით, ვინაა ქურდი. ან დაიჭირონ, ან ააკვეთონ. სრული განუკითხაობაა სოფელში. ამ საქმეებს სათავეში ვიღაც უდგას, ამიტომაც ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევები. Valla
ჩანტა წოხსუ სოფელში ყველას ეშინია. მე თვითონ ავადმყოფ ბავშვს ვუვლი. უკვე ისე ვარ, რომ მეშინია აქ დარჩენის. მეშინია იმისით, რომ ვიღაცა მომივარდება და ფულს მომთხოვს და თუ ვერ მივცემ, მოგკლავს ან რას ჩაიდენს ღმერთმა იცის. ადამიანს კლავენ, არანაირი რეაგირება. ადამიანი იკარგება, არანაირი რეაგირება. საცხოვრებელი სახლები იფურდება და ამაზეც არანაირი რეაგირება არ არის. როგორ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს? გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, ყველას გვეშინია უკვე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდით, თუმცა შესაბამისი პასუხი ვერ მივიღეთ.